იცით ჩემ თავში რა მომწონს? აი რაღაცას რომ ვიტყვი რომ უნდა გავაკეთო, აუცილებლად ვაკეთებ. ან ჩემ თავს რომ პირდები რომ იცი რა თათია დღეს შენ YouTube უნდა გადაიღო, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დაღლილი იქნები და რამ მდგომარეობაში. ხო, იმიტომ რომ ეს ეწერა ჩემს to-do list-ში. აუცილებლად გასაკეთებელ საქმეებში. ამ წამს არის 2:04 წუთი და ჩვენ დღეს ვისაუბრებთ 15 ყველაზე გავრცელებულ შეცდომაზე ინგლისურში, რომელიც ჩემს თითქმის ყველა მოსწავლეს საწყის ეტაპზეც დაუშვია და დარწმუნებული ვარ არა მარტო ჩემი მოსწავლეები, ძალიან ბევრი ინგლისური შემსწავლელი მსგავს შეცდომებს უშვებს გაუაზრებლად ან დღემდე არ ესმის რატომ არის ესე. მოგესალმებით ჩემს არხზე English with Tatia და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ზუსტად აი ამ თემებზე და იმედი მაქვს რომ აი ამ ვიდეოს შემდეგ შენ ამ შეცდომას აღარ დავშვებ. Okay, let's get started. ხა უცებ დაფიქრდი, არ დაფიქრდე და პირდაპირ მითხარი. იტალიაში მივდივარ. როგორ ტყოდი ინგლისურად? უცებ. შენ თუ ამ წამს გაიფიქრე, I'm going in Italy, გილოცავ, შენ შეძელი და შეცდომა დაუშვი. Okay, იტალიაში მივდივარ, ხო? ეს არის ჩვენი წინადადება და ჩვენი ზმნა არის წასვლა go. ზოგადად წინდებულ go-ს და მიმართულების მაჩვენებელს მნებს ინგლისურში მოყვება to ნაწილაკი, ან to წინდებული. ამისად არასწორი იქნება თუ ვიტყვით I'm going in Italy. სწორი ფორმა არის I'm going to Italy. I am going to London. მაგრამ აბა როგორ იტყოდი? სახლში მივდივარ. აი ამ შემთხვევაში გვაქვს გამონაკლისი და არასწორია თუ ვიტყვით I'm going to home, რადგან home-თან წინდებული არ გვჭირდება. I am going home. უბრალოდ ვამბობთ I'm going home. აი ეს სიტყვა თუ იცი რას ნიშნავს? Arrive. სადმე მისვლას ან ჩასვლას ნიშნავს. აი მაგალითად ინგლისურად მინდა ვთქვა რომ აეროპორტში მოვედი, უკვე ჩამოვედი. ხო, მიმართულება ჩანს, ხო? ანუ ეგეთი ზმნა არის მიმართულების მაჩვენებელი ზმნარი და წეღან გითხარი, რომ ეგეთ შემთხვევაში თუ გვინდა თქო, მაგრამ შეცდომა იქნება თუ იტყვი I arrived to airport. არასდროს არ გაიმეორო ეს შეცდომა, ანუ ეს არ თქვა, არ არსებობს. Arrives მოყვება ან in, ან at წინდებული. Arrive in-ს ვიყენებ თუ ქვეყანაში ან ქალაქში ჩავდივარ, ვამბობ მაგალითად ჩამოვედი ქუთაისში, ვამბობ I arrived in Kutaisi. ამას იმიტომ ვამბობ რომ ქუთაისიდან ვარ. ნუ აქ ვცხოვრობ. I'm Megrelian. და სხვა შემთხვევაში თუ მაგალითად შენობასთან მოვედი, ბინასთან, სადგურთან და ასე შემდეგ, ვიყენებ arrive at. But by a happy mistake, I arrived at the ministry 3 hours early. Today I arrived in Arabia. როგორ არის ინგლისურად დაგელოდები? ანგელოდები. მარტივად. თუ ამ წამს შენ გაიფიქრე I will wait for you, მე შენით ვამაყობ. I'm proud of you, really. რადგან ეგ არის სწორი, ხო? Wait ყოველთვის ჭირდება წინდებული და ეს წინდებული არის for. დამელოდე wait for me. უბრალოდ რომ ვთქვა I wait you and I will wait you and I am waiting you for is გარეში, ხო? ეს უკვე შეცდომა. მეზიზღება, როდესაც ამ შეცდომას უშვებენ. და ეს რანაირად არ უნდა ჩამესვა ახლა ამ ვიდეოში. ხო, ძალიან ხშირად მსმენია ვერსია I have not a car, I have not a sister და ასე შემდეგ. ანუ ვიცით რომ ქონა ყოლა ინგლისურად არის have, თუ მე მაქვს ვამბობ I have, თუ სხვას აქვს ვამბობ she has, like Tatia has, for example. და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც მე უარყოფითში მინდა ვაწარმოო ეს ზმნა, have not-ით ვერაფერს ვერ ვისამ. ანუ მჭირდება დამხმარე ზმნა და პლუს ქონა ყოლა ინგლისურში. ანუ გვაქვს ბრიტანული ვერსიით, გვაქვს ამერიკული ვერსიით, ბრიტანეთში მაგალითად ხშირად ამბობენ ხოლმე I haven't got. ამერიკულ ინგლისურში ვამბობთ I don't have, she doesn't have. I don't have a car, she doesn't have a car. შესაბამისად გაქვს do you have a car? Does she have a car? არასდროს არ თქვა I have not და პირდაპირ არსებითი სახელი. Please. არასდროს არ თქვა. ინგლისურად მან მითხრა
თუ შენ ამას იტყვი she said me, ეს არის შეცდომა. რადგან სიტყვა says სჭირდება წინდებული to. She said to me არის სწორი. ან შეგიძლია თქვა she told me. აი ეს არის კიდევ ასევე სწორი. შეცდომა, რასაც ხშირად უშვებენ ხოლმე მოსწავლეები, არის მოდალური ზმნებთან თუ წინდებულის გამოყენება. მოდალური ზმნები არის can, could, may, might, should, must, have to. აი ამ ზმნების შემდეგ ყოველთვის მის საწყის ფორმას ვიყენებ, ხო? Can პირობითად ნიშნავს შეცვლებას. აი მაგალითად შემიძლია ცურვა, ან არ შემიძლია ცურვა. მე პირადად წინა ვიდეოებს თუ უყურეთ, იცით რომ არ შემიძლია. და მე შეიწყლის. მაგრამ რომ ვამბობდე რომ მე შემიძლია ცურვა და თუ იტყვი I can to swim ან I can და მე ცალკე თუ და ნებისმიერი dance ან რაღაც ამდაგვარი ეს არის შეცდომა. პირდაპირ ვამბობთ I can dance, I can swim. თუ არ ყოფილი I cannot and I can't swim, I can't dance. და ასე შემდეგ. ხშირად ურევენ ხოლმე მორკითხვას ერთმანეთში how much time და how many times. ორივე არსებობს ინგლისურში, უბრალოდ ორივეს სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს და დრო ჩვენთვის არის უთვლადი არსებითი სახელი. შესაბამისად how much time იქნება რამდენი დრო. ხოლო როდესაც გესმის წინადადება how many times ეს არ არის კავშირში უშუალოდ დროსთან. ეს ნიშნავს რამდენჯერ. How much time do you think we have? How many times I just wanted to scream, vote for my husband! მოიდგინე რომ ამ წამს მეგობარმა მოგწერა და გეკითხება სად ხარ. და შენ ხარ ავტობუსში. და ეს მეგობარი რომელიც გწერს და გეკითხება არის ამერიკელი. ან რა ვიცი, ინგლისურად საუბრობთ. როგორ ეტყვი? ავტობუსში ვარ. შენ უნდა უთხრა I'm on the bus. ვინ არ უნდა უთხრა? ონწინდებული უნდა უთხრა. ან თვითმფრინავთან, გემთან, მატარებელთან ჭირდება ონწინდებული, როცა ამ ტრანსპორტში ვიმყოფები. თუმცა ინწინდებულს ვიყენებ, როდესაც მანქანაში ან ტაქსში ვარ. გადმოცემით ვიცი, რომ ძალიან ბევრს აღიზიანებს, რომ აი ეს გამოთქმა ინგლისურში შეცდომად მიიჩნევა. ანუ me and და ადამიანს როცა ამბობთ ხოლმე ინგლისურში, აი მე და ჩემი მეგობარი რო ვთქვა მაგალითად me and my friend. და როცა იაზრებენ და გიგებენ რომ ეს შეცდომა კითხვის ნიშნები აქვთ ბევრი. Ესაც მოქმედი პირი ვართ, ინგლისურში გვჭირდება მოქმედი ნაცვალ სახელი, სუბიექტი. ხოლო ინგლისურში საკუთარი თავის სუბიექტი არის I და არა me. Me არის აი ეს ობიექტური ფორმა. და ჩვენ ვამბობთ მე და ჩემი მეგობარი, ანუ მე ხო სუბიექტი ვარ. შესაბამისად, ინგლისურში I and my friends ვერ ვიტყვი, შეცდომა არის, ამიტომ მიწევს ყოველთვის დავასახელო ჯერ ის მეორე პიროვნება თავში და შემდეგ თქვა ჩემი თავი მეორე მხარეს. თუმცა, მინდა ისიც აღვნიშნო, რომ მსგავსი ფორმა me and ვიღაცა და ასე შემდეგ, me and my friend, me and Tom, me and her და ასე შემდეგ, ხშირად სასაუბრო არაფორმალურ ინგლისურში ძალიან ფართოდ არის გავრცელებული. მაგრამ გრამატიკულად არის ეს შეცდომა და თუ გინდა რომ გრამატიკულად სწორად იმეტყველო, ამასაც უნდა მიაქციო ყურადღება. My friend and I, Tom and I, her best friend and I და ასე შემდეგ. I just got back this minute. რამდენი ხანია რაც შენ საუკეთესო მეგობარს იცნობ და საერთოდ რამდენი ხანია რაც იცნობ აი ამ კითხვას როგორ დასვამ ინგლისურად. How long do you know her? არის შეცდომა on him, რა მნიშვნელობა აქვს. სწორი ფორმა არის how long have you known her? on him. და შესაბამისად კითხვიდან გამომდინარე პასუხიც იქნება I have known her და ამდენი წელი. როცა გინდა თქვა 5 წელი, 3 თვე, 2 თვე, რავი, 1 კვირა, ასე შემდეგ დროის ხანგრძლივობას უსვამთ ხას, ეს ვიყენებთ ფორწინდებულს და ვიტყვით I've known her for 6 months and for 2 years. დღეს მეგობარს ხვდები. თუ შენ ამის თქმას აპირებ მომავალში როგორც I'm gonna meet my friend, მინდა გითხრა რომ ესეც არის შეცდომა. როდესაც რაღაც უკვე დაგეგმილი გაქვს და იცი რომ ესე მოხდება, ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ მომავალში present continuous. ანუ ვამბობ I'm meeting my friend და არა I'm gonna meet my friend. იმიტომ რომ განა გამოიყენება მაშინ, როდესაც რაღაც განზრახული მაქვს, მაგრამ ანუ უეჭველი და ზუსტებული არ არის და არ არის დაგეგმილი. ძალიან ხშირად არასწორ კონტექსტში იყენება ხოლმე სიტყვა forget. როდესაც მაგალითად უნდათ თქვან რომ რაიმე ნივთი დარჩათ და ამბობენ I forgot მაგალითად my headphones at home. და რეალურად სწორი ფორმა არის I left
forgets ვიყენებთ მაშინ, როდესაც რაღაცას ვერ ვიხსენებთ. Left გამოიყენება მაშინ, როდესაც რაღაც დაგვრჩა, ან სადმე დავტოვეთ. და თუ სადმე რამე დაგრჩება, ყოველთვის თქვი I left რაღაც რაც დაგრჩა და სადაც დაგრჩა. I think I left my passport at the house. როცა გინდა თქვა რაღაც რაც დაგავიწყდა, ანუ ვერ იხსენებდა ამ გაგებით, მაგ შემთხვევაში გამოიყენებ სიტყვა forgot. ნუ forget-ის წარსულ ფორმას, მაგალითად, მისი დაბადების დღე დამავიწყდა, I forgot her birthday. ინგლისურში, როდესაც მაგალითად გვინდა ვთქვა, როცა მოვალ, როცა დაგირეკავ, ანუ როცა რაღაცა, როცა ეს, ქართულში რომ მესმის, რომ თითქოს ის რაღაცები მომავალში მოხდება, ინგლისურში when-ის მერე მომავლის გამოყენება არის ასევე შეცდომა. დაგირეკავ როცა მოვალ, I'll call you when I arrive. ესე იქნება სწორი და არა I'll call you when I will arrive. და ამავე ლოგიკით გადავიდეთ მე-14 შეცდომაზე, if-ის მერეც will არის უდიდესი შეცდომა. ანუ if-ი ჩვენ გვაძლევს რაღაც პირობას და შემდეგ გვაქვს ყოველთვის შედეგი მომავალში. მაგალითად, თუ მოწვიმს, სახლში დავრჩებით. თუ შენ იტყვი if it will rain, ეს უკვე შეცდომა. უნდა ვთქვათ if it rains, we'll stay home. ეხმარები თუ სუპერმარკეტში წახვალ. დაგეხმარები მოხდება მომავალში, ამიტომ I'll help you. და თუ წახვალ ეს პირობა არის, ანუ if you go to the store. და რაც შეეხება მე-15 შეცდომას, მე-15 შეცდომას ან უშვებ, ან არ უშვებ. უშვებ იმ შემთხვევაში, თუ ჩემი გვერდი არ გაქვს გამოწერილი, ხოლო არ უშვებ იმ შემთხვევაში, თუ გამოწერილი გაქვს. შემდეგ ვიდეოში ჩვენ ვისაუბრებთ ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებზე წინდებულებში. წინდებულები ძალიან ბევრ მოსწავლეს უჭირს ინგლისურში, ამიტომ თუ გინდა რომ ეს ვიდეოც არ გამოგრჩეს, მოცობად გამომიდე YouTube-ზე. აი აქ. აბა დროებით. See you guys in the next video.